თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულდა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულდა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. დღევანდელ გადაცემაში მოისმენთ რუბრიკას გაიცანი მესხეთი. აღმოაჩინე საინტერესო ფაქტები მესხეთის შესახებ, გაიგე მეტი მის ისტორიაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, მითებსა და რეალობაზე რუბრიკაში გაიცანი მესხეთი. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა გაიცანი მესხეთი, მე ნანა ყავრელიშვილი ვარ. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი გახლავთ ჩემი კოლეგა თაკო ფეიქრიშვილი. ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ არის ჩემთან სტუდიაში და საკმაოდ საინტერესო ფაქტებზე უნდა ვისაუბროთ. დაახლოებით 2 წლის წინ მან გადაიღო სტამბულში ქართულ კათოლიკეთა სავანის შესახებ დოკუმენტური ფილმი, სადაც იმდენად მნიშვნელოვან საინტერესო ფაქტებზე გვიყვება, რაც უშუალოდ ჩვენი მესხეთის ისტორიას უკავშირდება. ეს სავანე არ იყო მხოლოდ კათოლიკური, ასე ვთქვათ, მონასტერი, ეს იყო ერთგვარად სასწავლებელი, სადაც არა მარტო საგანმანათლებლო მიმართულებით ფუნქციონირებდა, არამედ ქართველ მაცხოვრებლებს, ასე ვთქვათ, ქართულ ეროვნულ ღირებულებებს უღუვებდნენ. საკმაოდ საინტერესოა, რომ მე პირველად ვნახე ეს ფილმი და ძალიან დიდი ემოცია წამოვიდა ჩემში. საკმაოდ საინტერესო ფაქტებზე გვიყვები. დიდი მადლობა, რომ ხარ ჩემი გადაცემის სტუმარი და მაქვს საშუალება, რომ უფრო დეტალურად მოგვიყვე ამ ფილმის შესახებ, არა მარტო როგორც ისტორია, არამედ შენ როგორც ჟურნალისტმა გაგვიზიარო შენი ემოციები, რას ნიშნავს, როდესაც ერთია ისმენ ისტორიკოსებისგან გარკვეულ ფაქტებს და მეორეა ჩადიხარ და იქ არსებულ რეალობას აცოცხლებ და თავად ხდები ამ რეალობის გამცოცხლებელი ჩვენთვის, ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, მესხეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის. დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის, მივესალმები თქვენს მსმენელსა და მაყურებელს. ეს ფილმი ქართულ კათოლიკეთა სავანი სტამბულში 2023 წელს კათოლიკ ჯის გვერდისთვის გადავიღეთ. ეს არის დოკუმენტური ფილმი და ეკუთვნის კათოლიკ ჯის, თუმცა თქვენ შეგიძლიათ შემდეგ უკვე გამოიყენოთ ამ ფილმის რაღაცა დეტალები თქვენი სიუჟეტისთვის. ძალიან კითხავ აი სანამ გააგრძელებ უშუალოდ, მე პირადად მაინტერესებს შენი ემოციები იმასთან დაკავშირებით, საიდან გაჩნდა იდეა, რომ შენ აი ამ მიმართულებით დოკუმენტური ფილმი უნდა გადაგიღო და რა იყო მთავარი მოტივი? იმისთვის, რომ აი თუნდაც აი ამ ხელა გზა გაგევლო, დრო დაგეხარჯა, საკუთარი ფიზიკური დრო და ესეთი საინტერესო ფაქტები მოგვეტანა ჩვენამდე. სავანი არის საგანძური კათოლიკე ეკლესია, საქართველოში კათოლიკე ეკლესიის საგანძურია და არა მხოლოდ კათოლიკე ეკლესიის საქართველოს ისტორიის რეალურად და აი ის პროცესები, რომლებიც ბოლშევიკური მთავრობის შემდეგ მიდიოდა საქართველოში, დოკუმენტურად არის აღწერილი, ეს წერილობით დასაბუთებული და ბევრი ისტორიული დოკუმენტი ინახება სავანეში, რომელიც ქვეყნისთვის ღირებულია და ძალიან მნიშვნელოვანია და წლების განმავლობაში ამ სავანის არსებობის შესახებ ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცოდა და დღესაც არსებობენ ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ აქ სტამბულში არსებობს ახლაც არსებობს და არსებობდა ესეთი ერა, სადაც მესხეთის სოფლებიდან გონიერი კათოლიკე ბავშვები მიყავდათ. ისინი სწავლობდნენ აქ არაერთ ენას სწავლობდნენ, ისტორიას სწავლობდნენ და შემდეგ ევროპას აცნობდნენ საქართველოს იმ ენაზე, რომელი ენაც მათთვის მისაღები იქნებოდა ევროპის რომელიმე ქვეყნისთვის. ხო, იმიტომ რომ ისინი საუბრობდნენ და სწავლობდნენ ფრანგულს, პოლონურს, იტალიურს, საუბრობდნენ ასევე ბერძნულად და არაბულად შეეძლოთ წერა. მე ახლა დღესაც გაოცებული ვარ, ანუ რა სისტემის სწავლობდნენ ამენებს, იმიტომ რომ ერთმა ადამიანმა მინიმუმ 7 და 9 ენა იცოდა და მოკლედ ეს იყო ჩვენთვის ძალიან ღირებული მასალა. იქნებოდა და არა მხოლოდ იმ კუთხით, რომ ეს ჟურნალისტურად ღირებული მასალა იქნებოდა, არამედ პირადად ჩემთვისაც, როგორც ქართველი კათოლიკესთვის, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, იმიტომ რომ ჩემი ერთ-ერთი წინაპარი, ჩემი დიდი ბაბუის ძმა
ან მესხეთში ვამბობ პაპას და ასე გამოვიყენებ პაპას, ჩემი დიდი პაპის ძმა, სწორედ ქართულ კათოლიკეთა სავანეში სტამბოლში აღიზარდა, ის დაახლოებით 12-13 წლისა იყო, როდესაც ერთ-ერთმა მღვდელმა წაიყვანა აქედან განათლების მისაღებად და მთელი ბავშვობის განმავლობაში და მოზარდობის პერიოდში მესმოდა, რომ სიმონ ფეიქრიშვილი, რომელიც წავიდა სტამბოლში, მას შემდეგ ვეღარ უკავშირდებოდნენ, ერთხელ მოუნდა დაბრუნება საქართველოში და მისი ჩემი დიდი პაპა წავიდა მთავრობასთან მოსალაპარაკებლად, შემოუშვებდნენ თუ არა მის ძმას ქვეყანაში და მათ უთხრეს, რომ შეიძლება იყოს ნოე ჟორდანია, იმიტომ რომ ბევრი წელი გავიდა, შენ ბერიცნობ შენ ძმას, იმიტომ რომ ის ბავშვი იყო, როცა წავიდა და ახლა თუ ნოე ჟორდანია დაბრუნდება ქვეყანაში, ანუ როგორ გავიგებ მე შენ ძმა თუ ჟორდანია, ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია რომ შემოუშვათ, მოკლედ აკრძალეს ამ ადამიანს შემოსვლა და მთელი ცხოვრების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ დაკარგული იყო რეალურად სიმონ ფეიქრიშვილი და მას შემდეგ რაც ჩავედი სტამბოლში და დავიწყე ამ ფილმზე მუშაობა არქივში აღმოაჩინე სიმონ ფეიქრიშვილის წერილი, რომელიც ჩემთვის იყო, არ ვიცი, მიღწევა ალბათ ერთ-ერთი და ჩემი ოცნება იყო, რომ ამ კაცის შესახებ უფრო ბევრი გამეგო და ამ წერილის მიხედვით გავიგე, რომ საშუალებით გავიგე, რომ ჩემი დიდი ბაბუის ძმა ნამდვილად სწავლობდა სტამბოლში, შემდეგ საფრანგეთში გადავიდა, იქ ძალიან კარგად ცხოვრობდა, იყო მეფუტკრე და უკვე ბოლო წლებში დახმარებას პირდებოდა გაღატაკებულ სავანეს, იმიტომ რომ 80-იან წლებში სავანე ვეღარ იდგა თავის ამის შესახებ უკვე მე ალბათ საუბრობ. უშუალოდ ფილმის სიუჟეტზე რო გადავიდეთ, მე კი ვუყურე და შემდგომში ჩვენ მაყურებლებსაც მივცემ იმის საშუალებას, რომ აი გადაცემის, ასე ვთქვათ, აღწერაში ეს ლინკი დაურთო იმისთვის, რომ უფრო მეტად თვალსაჩინო გახდეს მათთვის. სიუჟეტზე რომ მოგვიყვე, რას ასახავს შენი დოკუმენტური ფილმი, უშუალოდ რას უკავშირდება და აი ამასთანავე ძალიან საინტერესოა, როდესაც ქართულ ქუჩაზე მიდიხარ, აი სიუჟეტის კადრი რო იწყება და ამბობ, რომ აი ამ ქუჩას ერქვა ადრე გურჯი სოქაკი, რაც ქართველთა ქუჩას ნიშნავდა, ხო? რა ემოცია შენთვის, როდესაც დადიხარ თუნდაც იმ ქუჩაზე, სადაც ოდესღაც შენი წინაპარი დადიოდა და მოღვაწეობდა. სტამბოლის ერთ-ერთ უბანში ფერიქოიში არსებულ ამ ქუჩას ადრე გურჯუ სოქაკი, იგივე ქართველთა ქუჩა ერქვა. 1861 წელს ახალციხელმა პეტრე ხარისჭირაშვილმა აქ ეკლესია ააშენა და დედათა და მამათა მონასტრები დაარსა, რომლებიც დღემდე დგას. ფილმსაც ასე ვიწყებ, როგორც მახსოვს, გურჯუ სოქაკ ქართველთა ქუჩა, ასე ქვია იმ ქუჩას, სადაც პეტრე ხარისჭირაშვილმა 1861 წელს დაარსა ეს სტამბოლის სავანე მეთქი და სხვათა შორის უბანს ქვია ფერიქოი და ანგელოზთა სოფელია და რაღაც ჩემთვის ყოველთვის რაღაც სიმბოლური იყო და ღირებული იყო ეს სახელწოდებები, რაც რაღაცნაირად საქართველოს უკავშირდებოდა და პატარა საქართველოს დიდ სტამბოლში იმ პერიოდში და სხვათა შორის თუ დოკუმენტებში ცოტა უფრო ღრმად დავიწყებთ ქექვას აღმოჩნდა, რომ აი ეს გურჯუ სოქაკის ქუჩა, ქართველთა ქუჩა, მაშინ ცენტრალური უბანი იყო და ისეთი პრესტიჟული უბანი იყო, სადაც 1861 წელს წარმოიდგინეთ ქართველმა ერთმა რაბათელმა ადამიანმა გააკეთა ააშენა ტაძარი და შემდეგ უკვე სასწავლებლები და სამონასტრო კომპლექსი. ჩემთვის იმდენად ამაღელვებელი იყო, რომ რაღაცა ყველაფერი, რასაც ვეხებოდი, მნიშვნელოვანი იყო და მინდოდა რომ რაღაცნაირად არ დამეზიანებინა და ყველაფერი გადამიღო და ყველაფერი დამემახსოვრებინა, იმიტომ რომ ეს არის რეალურად ისტორია, რომელიც შეიძლება მომდევნო 100 წლის განმავლობაში, 100 წლის შემდეგ აღარც იყოს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩვენ ხო ისტორიას ვკარგავთ, ვივიწყებთ, ხუნდება, ცვდება და ამას სჭირდება გაფრთხილება და ეს იყო ჩემი მოტივი, რომ გამეცნო ეს სავანე, აქ მყოფი ადამიანები, მათი ნამუშევრები, მათთვის, ვინც ამ დრომდე არ იცის, რომ ეს სავანე არსებობდა და აქ ადამიანები არა მხოლოდ სასულიერო საქმიანობას ეწეოდნენ, არამედ საგანმანათლებლოს, იმიტომ რომ სამონასტრო კომპლექსში იყო სასწავლებლები ქალთა და ვაჟთა, ქართულ ფრანგული და ქართულ ბერძნული. და აი აქ იზრდებოდნენ ზუსტად სხვათა შორის ძალიან თითქმის უმრავლესობა მესხი იყო, მესხეთის სოფლებიდან წასული, 12-13 წლის ახალგაზრდები იყვნენ, ბავშვები იყვნენ და შემდეგ უკვე ზოგი მღვდელი ხდებოდა, ზოგი მონაზონი, ან ზოგი უბრალოდ
სწავლული გამოდიოდა და შემდეგ უკვე თავის ცხოვრებას იწყობდა ევროპის რომელიმე ქვეყნებში, ძირითადად საფრანგეთში. ასევე იყვნენ გერმანიაში და ასე შემდეგ. მე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მიდიოდნენ. ზუსტად ეს იყო ამისი დანიშნულებაც ერთგვარი, რომ ასე გაეცნოთ მსოფლიოსთვის საქართველო. ხოთაშორის ამ სავანეში სწავლობდნენ მიხეილ თამარაშვილის ქუჩა ყოფს ჩვენ. ახალციხეში მიხეილ თამარაშვილი, თარხნიშვილი, შალვა ვარდიძე, პიო ბალიძე და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი შრომა გასწია იმისთვის, რომ დღეს საქართველოში რაღაცა საქართველოში ქართული ისტორია, საქართველოს ისტორია რაღაცა შენარჩუნებული იყოს და ის პერიოდები, რომელიც რთული პერიოდი იყო ქვეყნისთვის, რაღაცა სწორი თვალიდან იყოს დანახული და ძალიან ბევრი წერილი ინახება, ძალიან ბევრი მიუხედავად იმისა, რომ იკვლიეს სავანეში დაცული დოკუმენტები, ჯერ კიდევ ძალიან ბევრ კვლევას საჭიროებს და ძალიან ბევრი მასალა აქვს. ხო, შენ სიუჟეტში გყავს არაერთი ისტორიკოსი, რომლებიც ასევე გვიყვებიან ისტორიას და ახსენე, რომ პეტრე ხარისჭირაშვილი ამოხსენებული, მიხეილ თამარაშვილი, ასევე პავლე ზაზაძესაც ხო, თითოეული მათგანის როლი რა იყო, ესე უშუალოდ ამ სავანესთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ სასულიერო სასწავლებელი იყო. კი, პეტრე ხარისჭირაშვილი აუცილებლად უნდა ვახსენოთ, იმიტომ რომ ეს იყო ადამიანი ზუსტად რომელმაც გადაწყვიტა, რომ უნდა გაეშენებინა სტამბოლში ეს სავანე. იმ პერიოდში, ანუ მესხეთში არ იყო კარგი მდგომარეობა, ოსმალეთის დაპყრობის ქვეშ იყო. და რაღაცნაირად ძალიან შევიწროვდნენ ვინც გამოსვლიან და ვინც არა და კათოლიკეები იყო 1845 წელს რუსეთის მეფის მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება რომ აქედან უნდა გაეძევებინა კათოლიკე მისიონერები ამიტომ რაღაცნაირად კათოლიკე მოსახლეობა დარჩა მღვდლების გარეშე და მოხდა მათი შევიწროვება ჩვენ ვიცით რომ სომხურად ხდებოდა მათი გვარების ჩაწერა სომხურ ტიპიკონზე უნდა ელოცათ ანუ ეკლესია მონასტრებში აიკრძალა ქართულად ლოცვა ამიტომ ამ ყველაფერთან შეზრწუნებული იყო პეტრე ხარისჭირაშვილი და ეძებდა გამოსავალს რა უნდა გაეკეთებინა რეალურად რომ ადამიანებს არ დაეკარგათ ქართული ენა აქ მცხოვრებ კათოლიკეებს ქართული ენა არ დავიწყებოდა და არ დაეკარგათ და ესეც ეროვნული თვითშეგნება იყო ხო თუ რაღაცნაირად მიგავიწყდა შენი ტრადიცია შენი ენა რაღაცნაირი ანუ აღარ ახარ სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც წავიდა პეტრე ხარისჭირაშვილი, ჯერ ვენეციაში დააარსა სხვათა შორის სტამბა და იქ ქართულად ბეჭდავდა წიგნებს და ამაში სხვათა შორის დაეხმარნენ სომხების კონგრეგაცია, რომელიც მაშინ ვენეციაში იყო. ეს არის ხითარისტების ესეთი კონგრეგაცია იყო, ისინი ასეთ ეროვნულ თვითშეგნებას აყვებდნენ სომხებში. ისინი დაეხმარნენ პეტრე ხარისჭირაშვილის გზების გაყოლაში, როგორც ჩანს და ამის შემდეგ პეტრემ უკვე პაპისგან მიიღო ნებართვა რომ კონსტანტინოპოლში დაეარსებინა მაშინდელ კონსტანტინოპოლში დაეარსებინა ქართული მონასტერი სადაც სწორედ არა მხოლოდ სასულიერო კერა იქნებოდა არამედ საგანმანათლებლო და კულტურულ ეროვნულ თვითშეგნებაზე იმუშავებდა მიიღო თანხმობა და 1861 წელს მან დააარსა ასეთი ვიცი სამონასტრო კომპლექსი და ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის ძალიან საინტერესოა ის ამბავი როცა ყვებიან რომ აი დღის განმავლობაში ის შემოწირულობას გადიოდა ქალაქში სტამბოლში კონსტანტინოპოლში ჰქონდა ესეთი პატარა აბრა გაკეთებული და ეწერა რომ შემოწირულობა უნდა და აგროვებდა შემოწირულობას და საღამოს უკვე მუშებს ურიგებდა თანხას და გასამრჯელოს რადგან ისინი მუშაობდნენ და სხვათა შორის პეტრე ხარისჭირაშვილი იყო ადამიანი რომელმაც სტამბოლის ბაზრობიდან იყიდა გურიიდან ჩაყვანილი ყმები და ეს გოგობიჭები წამოიყვანდა ამ სტამბოლში სავანეში შემდეგ უკვე აღზარდა ხარისჭირაშვილის გული არის ახლა სტამბოლის სავანის ბიბლიოთეკაში ქილაში მოთავსებულია ეგრეთ წოდებულ კოლბაში მისი საფლავი ტაძრის შუაგულშია დიდი ქვადას და ანუ აწერია რომ ეს არის ხარისჭირაშვილის საფლავი და მას ვერ აული გვერდს თუ დარგად დაიeda ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ანუ არ მინდოდა რომ ფეხი დამედგა იმ ქვისთვის ხო შენ სიუჟეტში ასე ბიბლიოთეკაზეც გვიყვები საკმაოდ არაერთი
მნიშვნელოვანი წიგნია იქ დღესდღეობით დაცული და არა მარტო ქართულ ენაზე, არამედ სხვა ენებზეც ნათარგმნი. კი, სხვათა შორის ბუდიშერის ბიბლიოთეკა არის აკაკი წერეთლის სახელობის და ბიბლიოთეკა 1908 წელს გაიხსნა და თვითონ აკაკიც იყო ჩასული ამ ბიბლიოთეკაში და ბიბლიოთეკაში დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა ლიტერატურა 17 ენაზე. და რა თქმა უნდა, რომ ეს არის უმრავლესობა, აქ არის ქართული წიგნები, ეს არის ისტორიული წიგნები, ეს არის საკანონმდებლო აქტები, ეს არის უბრალოდ წერილები, ადამიანების წერილები და მათთან შეხება არის ძალიან ღირებული ჩემთვის და სანამ ფილმს გადავიღებდით ერთი წლით ადრე მე ჩემ მეგობრებთან ერთად, ჩემს კათოლიკე მეგობრებთან ერთად ჩასულები ვიყავით და მოხდა ისე რომ კეთილი განწყობით მოგვიწია ჩასვლა რაღაც იმ საცავში, სადაც იყო მღვდლების წერილები დაცული და წერილები, წიგნები, საბუთები და ეს ჩვენთვის იმდენად ღირებული იყო, რომ ყველაფერს ვიმახსოვრებდით, ყველაფერს ვიღებდით, რაღაცა ვეუბნებოდით, ეს თუ გადაიღე, ეხლა მე ამას გადავიღებ და კი არის ისე უნდა გამოგვეყენებინა მე ჟურნალისტი ვარ და შეიძლება რაღაცები გამოვიყენო ახლა, მაგრამ ყველასთვის მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ყველას ოჯახიდან იყო ვიღაც, ვინც სტამბოლში სწავლობდა და ყველას ოჯახიდან იყო ვიღაც, ვინც სტამბოლში სწავლობდა და შემდეგ დაიკარგა და მის კვალს ვერ მიაკვლეს, იმიტომ რომ ამ ადამიანებს საქართველოს ჰქონდათ საქართველოში დაბრუნება, ბოლშევიკური მთავრობა უკრძალავდა მათ შემოსვლას და მიიჩნეოდნენ როგორც რაღაცა ქვეყნის მტრებად და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ისინი ეროვნულ საკითხებზე მუშაობდნენ და ყველასთვის ეს იყო ძალიან ამაღელვებელი და ჩვენთან ერთად იყო ჩვენი მეგობარი მღვდლები, რომლებისთვისაც ეს ერთგვარად იყო ის რომ რაღაცა აგეწელებდნენ გზას, იმ მღვდლების გზას, რომლებმაც იქ დაიწყეს ეს ეროვნული ამბის გაღვივება და ძალიან ემოციური და რომელიმე ისტორიულ ფიგურას ხო ვერ გაიხსენებდი, რომელიც ჩვენთვის ემოციური იყო ამ სიუჟეტის მომზადების დროს. ბოლო პერიოდში პრეზენტაციაც იყო შალვა ვარდიძე, ასეთი მღვდელი არსებობდა, ეს იყო სოფელ არლიდან. ის იყო ერთ-ერთი ძალიან განათლებული ადამიანი, რომელიც დაკავშირებული იყო, პირდაპირ დაკავშირებული იყო მაშინდელ საქართველოს მთავრობასთან, პირველ დამოუკიდებელ მთავრობასთან, ჟორდანიასთან და მის წევრებთან. ის ძალიან ბევრს შრომობდა, მუშაობდა და ცდილობდა იმისთვის, რომ ბოლშევიკური მთავრობისგან გაეთავისუფლებინა ქვეყანა, რუსეთის მარწუხებისგან გაეთავისუფლებინა. უამრავი წერილია, ეს იყო მეცნიერი და ის წერდა არა მხოლოდ ქართულად, არამედ უამრავ ენაზე, 13 ენა იცოდა და სხვადასხვა ენაზე წერდა საქართველოს ისტორიას და კავშირები ჰქონდა როგორც საფრანგეთთან, ასევე ჩვენს მთავრობასთან, სხვადასხვა მთავრობასთან და ცდილობდა როგორმე დაეხსნა ამ მარწუხებისგან ქვეყანა. უბრალოდ იმდენად აქტიური იყო, რომ რა თქმა უნდა, რომ ბოლშევიკური მთავრობა მას დევნიდა, რა თქმა უნდა, რომ ქვეყანაში შემოსვლა ეკრძალებოდა, რამდენიმე ჩანაწერი აქ ჩუმად შემოდის საქართველოში და თავის სოფელში დადის. ესეთი გადმოცემა სოფელში, რომ ვიღაც შეხვდება და ეტყვის, რომ შალვა ვარდიძე ხომ არ გინახავსო და არაო ეს ამსავნ თავის თავსაც არ ყიდის და თავად აქვს ჩანაწერები ბუზმარეთის ტერიტორიაზე როგორ მიდის და იგებს საქონელი ყავთ, მწყემსები არიან და მწყემსების ქართულ სიმღერას იგებს და ამბობს, რომ დავჯექი და ვოსმინე, ანუ ამაზე ტკბილი და ამაზე კარგი არაფერი მომისმენია. ეს ჩემთვის ისეთი იყო სულში ჩამწდომი, ოღონდ არ ეუბნება, რომ თვითონაც ქართველია და შალვა ვარდიძე, იმიტომ რომ როგორც კითხვა და მაშინათვე დაიჭერდნენ. და ეს იყო ადამიანი, რომლის შესახებაც სოფელში ესეთი ლეგენდები დადიოდა და ერთი ესეთი ეპიზოდიც მახსოვს, ვიღაცამ მკითხა, რომ რაღაც ეშინოდათ მაშინ იცით, რომ თურქები შემოდიოდნენ სოფლებში და ხშირად რაღაცა ხდებოდა ცუდი ინციდენტები, აწიოკებდნენ და ასე შემდეგ და უთხრეს, ანუ როგორ უნდა შემოვიდნენ ამაღამ და რა შეიძლება რომ გავაკეთეთ, რომ გადავრჩეთო და მან ურჩია, რომ ერთ-ერთ გორაზე საკვამურები, ღუმელის საკვამურები თუ ბორები არ ვიცი, დაედგათ და ეგონებათო, რომ ზარბაზნები გაქვთ და შეიძლება რომ გადარჩეთ და ნამდვილად არ შემოვიდნენ და ამ გორას საყარაულო გვერდი გორა ჰქვია დღემდე. და რაღაცა ესეთი ლეგენდები
არა ლეგენდები, ვფიქრობ, რომ უფრო ამბები, იმიტომ რომ ეს ადამიანი სულ ახლა 1959 წელს გარდაიცვალა. ძალიან ვწუხვარ, რომ მის საფლავს დღემდე ვერ მივაგენით, იმიტომ რომ ყველა წერილში და ის იყო ასევე პოეტიც და ყველა ლექსში სურვილი აქვს რომ დაბრუნდეს საქართველოში და ამბობს რომ თუ ჩემი სხეული არა რაღაცა ჩემი ფერფლი მაინც გადააყარეთ ამ ჩემ ქვეყნის მიწას და ისე მოხდა რომ ვერ ეღირსა დაბრუნებაზე ის კი არა მისი საფლავიც ვერ ვნახეთ იმიტომ რომ ბოლოს ლიბანში აღესრულა როგორც ჩანს იქ უნივერსიტეტში ასწავლიდა და სადაც დაასაფლავეს რაღაცა საერთო ძმათა სასაფლაოზე შემდეგ ამ სასაფლაოზე გზა გავიდა და მისი საფლავი რეალურად დაუკარგეთ უბრალოდ ვიცით რომ იგი იყო დაკრძალული მაგრამ ძალიან ბევრი ხნის განმავლობაში და ბოლოს ხალბატონმა ნატომ ისტორიკოს ტოყრუაშვილმა წიგნი დაწერა და ისე დაწერა წიგნი და ისე დაიბეჭდა ეს წიგნი რომ მაშინაც კი არ იცოდა ხალბატონმა ნატომ რომ იქ იყო დაკრძალული შალვარდიძე იმიტომ რომ მისი საფლავი დაკარგული იყო და სანამ წიგნი გამოქვეყნდებოდა თუ წიგნის გამოქვეყნების შემდეგ უკვე დაბეჭდის შემდეგ უკვე გააჟღერა საელჩომ რომ შალვარდიძის საფლავი შესაძლებელია ყოფილიყო იქ, სადაც გზა გავიდა და დაიკარგა. მოკლედ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება. ახლა სიუჟეტში ასევე ხვდებით ლორდი ღვთისმშობლის ტაძარში შეგიხარ და აი ქართულ წარწერას კითხულობ. თუ გაიხსენებ რა ეწერა იქ და შემთხვევით რამდენად ემოციური იყო, როდესაც უცხო მიწაზე ხვდები ქართულ წარწერას. ესეთი წარწერა მარიამ ღვთისმშობელო იბერიის მოციქულო მე ვხმეყავ ჩვენ მცოდვილთა ქართველთა. ეს არის ერთი წარწერა, რომელიც არის ლორდის ღვთისმშობლის გამოსახულების ძირში და მხოლოდ ქართული წარწერა, მხოლოდ აქ არ არის ეს ქართული წარწერა, როგორც კი შეაღებ ჭიშკარს, ეზოს ჭიშკარს, ხელმარჯვნივ ასევე ქართული წარწერა გვხდება, ტაძარში რომ შედიხარ, დიდი ქართული წარწერები გვხდება, ვინ იყვნენ ამ ტაძრის წინამძღვრები, ასევე პეტრე ხარისჭიაშვილის საფლავზე ქართული წარწერა და სხვათა შორის საკურთხეველთან არის ორი დიდი ხატი, წმინდა ნინოს ხატია ეს და წმინდა ანდრია მოციქულის. ქართველი მხატვრების შესრულებით. ეს არის იაკობ ნიკოლაძის შესრულებით, მე რამდენადაც მახსოვს, მისი შესრულებით არის ეს ორივე ხატი და არა მხოლოდ ეს ორი ხატი, ძალიან ბევრი თვითონ წერან საუბრობდი შალვარდიძის სურათებიც კი აქვს ნიკოლაძის დახატული და იქ აბსოლუტურად ქართული გარემოა, ანუ იქ ვერ იტყვი რომ რაღაცა უცხო მიწაზე ხარ ვერანაირად ვერ იტყვი, იმიტომ რომ ყველაფერი ქართულად მოწყობილია, ასე რა ვთქვა. ანუ ტაძარშიც ყველაფერი საქართველოს მოგაგონებს, იქ წმინდა ნინოს ესეთი ხატიც, ესეთი გაფორმებული კიდე რაღაცა გამოსატანი ხატები კიდე ცალკე ჰქონდათ, ასე გაკეთებულია და აბსოლუტურად ყველაფერი ეს უფრო ამაღელვებელია, იმიტომ რომ რაღაცა უცებ ხდები პატარა საქართველოში. განსხვავებულ საქართველოს და როდესაც შევედი აი ამ ფილმზე მუშაობის დროს შევედით იმ სახლში, ეს დიდი სამსართულიანი შენობა, სადაც თავად ცხოვრობდნენ ეს ადამიანები და იქ მოღვაწეობდნენ და იქ იჯდნენ, ისხდნენ დილიდან საღამომდე და წერდნენ და კითხულობდნენ და რა ვიცი მეცნიერულ საქმიანობას ეწეოდნენ. იქ აბსოლუტურად ყველაფერი ქართული წარწერა აქვს, ანუ არანაირი სხვა ენაზე. ვნახე წარწერები, სადაც რაღაცა ესა ლიტურგიული ჟამები აქვს დაწყობილი, მაგალითად დიდმარხვის პერიოდი აწერია და ამისი ლოცვები აწერია და რაღაც იმდენად საოცარია ეს ყველაფერი. ხავერდის წითელი გადასაფარებლები ვნახე მაგიდაზე გადაფარებული, რაღაცა ძველი სკამი, რკინის საწოლები, სადაც იწვდნენ, ფარდები ჯერ კიდევ იმდროინდელი ესეთი ძველი ჭუჭრიანი, რა თქმა უნდა, მტრიანი, მაგრამ მაინც ღირებული ჩემთვის. ზარი, რომელსაც რეკდნენ და როგორც ჩანს ერთად იკრიბებოდნენ და ძალიან ღირებული, ყველაფერი ძალიან ღირებულია და სხვათა შორის მინდა აღნიშნო, რომ ძალიან ბევრი ფოტოსურათია. ანუ იმ პერიოდისთვის ეს ფოტოსურათები ხო ასეთი მარტივი ამბავი არ იყო, ხო? ჩვენ საუბრობთ პერიოდზე, რომელიც არის 1800-იანი წლების ბოლო და 1900-იანების დასაწყისში. ფაქტობრივად დაახლოებით 100 წლის განმავლობაში აქტიური იყო ეს სავანე და ამ პერიოდში რომ ესეთი ამდენი ფოტო მასალა ეს ძალიან საოცარია. ამ ბოლო პერიოდში სხვათა შორის ვნახე ფოტოები, უკვე გაციფრულებული ვარიანტები. ამ სავანეში ვინც სწავლობდა, ერთ-ერთი იყო ეთიოპიის მეფის ექიმი, უდელი კაცი, ეს იყო მერაბიშვილი, პეტრე მერაბიშვილი, იოსებ ნონეშვილის საქმერი ლექსი მაგალითად დაწერილი.
და აი ამ პეტრე მერაბიშვილის უამრავი ფოტოა და მისი ძმის იოსებ მერაბიშვილის, რომელიც მღვდელი იყო და არ ვიცი, ისე იმდენად ღირებული ისტორია, როგორც ქართველისთვის, როგორც კათოლიკესთვის, როგორც ერთი აი ამ თემის ერთი წევრისთვის, რომ არ ვიცი, ძალიან ღირებული, ძალიან ამაღელვებელი და ხო, თელაფერი რომ იყოს ისეთი. აი შენ ასევე სიუჟეტში, ასე ვთქვათ, გვაჩვენებ იმ შთამომავლებს. ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის, რომლის სახელობის დარბაზიც საბედნიეროდ გვაქვს ჩვენ ახალციხის უნივერსიტეტში, კი ბატონო, პავლე ზაზაძის შთამომავლები, რა ისტორიას და რა მნიშვნელოვან ღირებულ ნივთებს ინახავ, იმიტომ რომ როდესაც აი კადრებს ვუყურებ, საკმაოდ ბევრი საინტერესო ისტორიული ნივთებია მათ საგანძურში შენახული. ჯერ ერთის მხრივ რა ემოცია, როდესაც აი ქართველს რო ხვდება. თვითონაც რა იცის, რომ წარმოშობით ქართველია და რამდენად ცდილობენ, რომ ეროვნული იდენტობა შეინარჩუნა. კი, ძალიან კარგია რომ მკითხე, იმიტომ რომ რაღაცნაირად ზაზაძეების ისტორია თითქოს გვერდზე მიწია. პირველ რიგში ის, რომ დღეს ჩვენამდე მოაღწია ამ სავანემ და არ არის ის გაძარცული და ყველაფერი ხელუხლებელია, დამსახურება სწორედ ამ ოჯახის ზაზაძეების. მათი პირველი, ესე თქვა, წარმომადგენელი იყო პავლე ზაზაძე, რომლის სახელობის აუდიტორიაც გვაქვს, დარბაზი უბრალოდ გვაქვს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პავლე ზაზაძე იყო ის ადამიანი, რომელიც სწორედ შალვა ვარდიძემ, თავისმა ბიძამ წაიყვანა სასწავლებლად სავანეში. ის არ გახდა სასულიერო პირი, ერთ-ერთი სასწავლებლის ერთ-ერთი სტუდენტი იყო და მას შემდეგ, რაც თურქეთში უკვე აღარ იყო კარგი მდგომარეობა, ძალიან შეავიწროვეს სავანეში ყოფი მღვდლები, ძალიან ბევრი გარდაიცვალა უკვე. 65 წელში მხოლოდ ერთი ადამიანი იყო დარჩენილი და ის არ იყო სასულიერო პირი, ეს იყო პავლე ანდგულაძე და სავანი აღმოჩნდა ასე ჰაერში გამოკიდებული, ანუ ვეღარავინ ვეღარ პატრონობდა, მღვდლებიც აღარ იყვნენ და სწორედ პავლე ზაზაძემ აიღო რაღაცნაირი პასუხისმგებლობა ამ სავანეზე, შეიქმნა ესეთი ჯგუფი, რომელმაც დააარსა ფონდი, რომ რაღაცნაირად და გაგრძელებულიყო ამ სავანის შენარჩუნების საქმე და ამ კაცმა შეძლო ის, რომ ეს ნივთები, მღვდლების ნივთები თუ წიგნები, დოკუმენტები არ დაკარგულიყო და შენარჩუნებულიყო და ჩაკეტა რეალურად ეს დაწესებულება. პავლე ზაზაძის შემდეგ ეს მემკვიდრეობა გადაიბარა მისმა შვილმა სიმონ ზაზაძემ და ახლა უკვე პოლ ზაზაძეა მათი შთამომავალი, რომელიც ასევე არის ფონდის ხელმძღვანელი და დღესდღეობით პატრონობს და მისი და ასევე ნატალია ზაზაძე. ახლა რაც შეეხება პავლე ზაზაძეს, ისიც იყო ასევე, როგორც ვთქვით, სტამბოლში სწავლობდა და ისიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ნატრობდა, რომ დაბრუნებულიყო თავის სამშობლოში. გარდაიცვალა 80-იან წლებში, 99 წელს რამდენადაც მახსოვს და ვერ ეღირსა, რომ დაბრუნებულიყო, თუმცა ერთ-ერთ ისტორიას უყვება შუშანა ფუტკარაძის, ქალბატონ შუშანას მეცნიერს, ესეთ ისტორიას უყვება, რომ მე სიზმარში ყოველთვის ხედავდიო, რომ საქართველოში გადავდიოდიო, საზღვარზე გადავდიოდიო საქართველოში და მე ისევ გადმოდიოდიო და ერთხელ ასეთი სიზმარი ვნახე, რომ ჩემი სოფლის ახლოს ტყეში იყო ერთი წყარო და რეალურად მე როცა ეს ამბავი მოვისმინე, მივხვდი, რომ სავარაუდოდ ის საუბრობდა ბუზმარეთში არსებულ ერთ-ერთ წყაროზე, რომელსაც ადგილობრივები ამჟამადაც რაღაც მარიამის წყაროს ეძახიან და ადრეც ასე ეძახდნენ, არ ვიცი, რძისფერი წყარო ასე ამბობდნენ ხოლმე. და ეს ზაზაძე ყვება, რომ ჩემი სოფლის ახლოს ტყეში არის ერთი წყარო. ღვთისმშობლისა მარიამის წყაროა და სიზმარში ვნახეო, რომ მივედიო, წყლის დალევა მინდოდაო, მაგრამ ეს წყარო ოქროთი იყო დაფარული და ზედიდი ბოქლომი ჰქონდაო. ვერ დავლიე წყალი და ისე წამოვედიო და ძალიან გული დამწყდაო, რომ გავიღვიძეო, მივხვდიო, რომ მე ეს სიზმარი თან კარგი იყო და თან ცოდიო. ოქროთი დაფარული ეს წყარო ნიშნავს, რომ ჩემ ქვეყანა როდესღაც კარგად იქნება, მაგრამ დრო სჭირდებაო, მაგრამ მე რო წყალი ვერ დავლიე, იმას ნიშნავს, რომ მე ვეღარ დავუბრუნდებიო და ანუ მართლაც ასე მოხდა. ის გარდაიცვალა 99 წელში და ძალიან კარგია, რომ მისი საქმიანობა ერთგვარად გააგრძელა მისმა შვილმა სიმონმა. და დღეს როცა ხვდები მაგალითად ნატალიას და პოლს, ისინი კარგად ვერ საუბრობენ ქართულად, მაგრამ მათი ქართული სული ძალიან
მარტივად იგრძნობა, იმიტომ რომ დღემდე ცდილობენ რომ რაღაცნაირად კეთილი განწყობა ჰქონდეთ, როცა მიდიხარ საქართველოდან, განახონ ყველაფერი, შეგიყვანო ბიბლიოთეკაში, გესაუბრონ და ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად და ისინი ყოველ კვირას ესწრებიან წმიდა წირვას აი ამ სტამბოლის სავანეში, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქართველი მღვდელი იქ ვერ არის, იმიტომ რომ სხვა პირობა აქ თურქეთის სახელმწიფოს თურქეთის შემადგენლობაშია, ეს ეკლესია დაქვემდებარებაშია და სხვადასხვა პირობა აქ იქ ახლა მოღვაწეობენ სტიგმატენთა კონგრეგაციის მღვდლები და ისინი სასაცილოების ოჯახი მაინც ყოველ კვირას მიდის და ესწრება წირვას ფრანგიდე დაყავთ და ქართულადაც საუბრობენ, ფრანგულადაც, თურქულადაც, ინგლისურადაც, თურქულადაც მე მოხდებით აუცილებლად ესტუმრად, იმიტომ რომ მათ გარეშე რეალურად სავანის ნახვა ისეთია, ისტორიასაც მოგიყვებია. თაკო ძალიან დიდი მადლობა რა ესეთი საინტერესო ფაქტები გაგვიზია არა შენ არა მარტო ფილმის სიუჟეტზე არამედ იმდენად სხვა ასე ვთქვათ ამბებს და გვესაუბრე რაც შეიძლება ფილმში არ იყოს ასახული. იმიტომ მადლობა რომ ესეთი საინტერესო რესპონდენტი იყავი და ჩვენ მსმენელებს გაუზიარა ის გამოცდილება და ის ემოციები რაც უშუალოდ ფილმის გადაღების დროს იგრძენი. მადლობა თქვენ, იმიტომ რომ მომიცა საშუალება ამაზე სასაუბრად, კი ფილმში ანუ ყველაფერზე ვერ ვისაუბრებთ, მით უმეტეს ამბებზე, იმიტომ რომ ქრონომეტრაჟი არ გვაძლევს ამის საშუალებას. ახლაც ვერ შევძელი ყველაფერი ამომწურულად მე თქვა, იმიტომ რომ ეს არის 100 წლიანი ისტორია და უამრავი ადამიანის სახელი და გვარი უნდა მოიხსენიო ალბათ როცა საუბრობ სტამბოლის ქართულ კათოლიკეთა სავანეზე, თუმცა ძალიან დიდი მადლობა რომ მქონდა საშუალება ცოტა მაინც მე თქვა ჩემი ემოციების შესახებ რაც ამ წლების განმავლობაში დამეკრადა. მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ, მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ახლა გადაცემა მომზადებულია ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ზარის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადევნეთ ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო უსტრიმის YouTube-სა და Facebook-ის გვერდებზე.